მაგვიძარა სტუმართან ერთად გიბრუნდებათ ნინო ქადაგიძე ჟვანია არის ჩვენი სტუმარი ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო სტუმრობისთვის მადლობა განსაკუთრებით იმისთვის რომ გუშინ ძალიან ემოციური და ფუნქციურადაც დატვირთული დღე აღმოჩნდა და გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და პირველ კითხვას დაგისვევ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ბატონ ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტი. ეს ნამდვილად სიმბოლურია, რადგან ბიბლიოთეკა პარლამენტის დაქვემდებარებაში შევიდა სწორედ მაშინ, როდესაც ბატონი ზურაბი იყოს პარლამენტის თავმჯდომარე. აი თქვენ დაესწარით ამ პრეზენტაციას და კაბინეტის გახსნას, აი რა ფუნქცია ექნება ამ კაბინეტს? დიდი მადლობა მოწვევისთვის. არაჩვეულებრივი დღე იყო გუშინ. რაღაცა ბევრი წლის მერე რაღაცა სიმშვიდე და ამიბრუნდა მეც და იმ სიტუაციებსაც რაც ზურას გარშემო იყო არაჩვეულებრივი კონცერტები რომელიც მისაპატივცემულოდ გაიმართა კონფერენცია ევროინტეგრაციაზე რომელიც მის ხსოვნას მიეძღვნა რაღაცნაირად ადამიანურად მოხდა შეფასება იმისა თუ რას აკეთებდა ზურა როგორ აკეთებდა როგორ ხედავდა საქართველოს პერსპექტივას ძალიან მადლიერი ვარ იმისა რომ გაიხსნა ესეთი კაბინეტი მართალი გითხრათ რომ ეს კაბინეტი ჩვენ მგონი რაღაც ურას ინიციატივა იყო ძირითადად ეს ემსახურებოდა პარლამენტის გამხდარ იყო ბიბლიოთეკა მოდიოდა კონგრესის ბიბლიოთეკის მოდელიდან და ეს უკვე ითვალისწინებდა მსგავს ტიპის ეს კაბინეტი ემსახურებოდა რამდენადაც მე მახსოვს პარლამენტის საინფორმაციო მომსახურებას ანუ მთელ იმ ინფორმაციას რაც დეპუტატებს შეიძლება დაჭირვებოდათ გარდა ამისა ამას ჰქონდა რაღაცა ისტორიული არქივის შექმნის ფუნქციაც ანუ ზურა მოიაზრებდა როგორც პარლამენტს, ასევე ბიბლიოთეკას იმ მნიშვნელობითაც, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაცა ისტორიის სურათი. და მუზეუმის გახსნას ფიქრობდა პარლამენტშიც და ბიბლიოთეკაც უნდა ყოფილიყო საშუალება, რომ იმ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომელსაც შეხება ექნებოდათ პარლამენტთან, რაღაც თვალნათლივ დაენახათ თავიანთი ქვეყნის წარსული. აი კონგრესის ბიბლიოთეკა ახსენეთ და თვითონ კონგრესის მუზეუმი და ეს ძალიან კარგი მაგალითია როგორ კეთდება ეს, როგორ იზრდება მოქალაქეობრივი შეგრძნება განსაკუთრებით ახალგაზრდებში იმის მეშვეობით რომ თითოეულ ადამიანს აქვს საშუალება რომ შევიდეს თავის პარლამენტში, ნახოს და იქ არსებული მუზეუმის საშუალებით აი უცბად თვალწინ დაუტრიალდეს თავისი ქვეყნის ისტორია და ეს უკავშირდება ასევე ბიბლიოთეკასაც და მის ფუნქციას როგორც ფუნქციების გაზრდა იყო თავითვე მოაზრებული ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იმიტომ რომ სოფლიოს ყველა წამყვან ბიბლიოთეკას დღეს სწორედ ეს ტენდენცია აქვს აღებული და 95 წელს ეს მით უმეტეს კარგი იყო თქვა საბჭოთა ქვეყნიდან ახალ ნამემკვიდრეებს საჯარო ბიბლიოთეკაში მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. მე მგონი ამ გზას ჩვენ დაუბრუნდებით, როგორც ვიცი, პარლამენტიც უბრუნდება თავის ტრადიციულ ადგილს და ის ქვეყნებიც კი სადაც არ არის ესეთი ტრადიციული ადგილები ცდილობენ რომ შექმნან და ამით უფრო როდესაც არის ამის დაკარგვა ნამდვილად აზრს მოკლებულია და მე მგონია რომ ეს ფუნქციები დაუბრუნდება. მე მინდოდა მაინც მეკითხა, ბატონ ზურაბ ცხადია ბევრი იცნობს როგორც პოლიტიკოს, მაგრამ ის გახლავთ ასევე მეცნიერიც და ეგ აი ამ მიმართულებით ქონდა თუ არა ნოსტალგიები, როდესაც თქვა პოლიტიკაში იყო ხანდახან თქვა თავის პირველად საქმეობასთან დაკავშირებით. მე სხვაჩვენს პირველი შეკითხვა რომელიც მე მივეცი როცა გავიცანი ეს იყო რომ ხო არაპირებ ბიოლოგიაში დაბრუნებას მეთქი და მითხრა რომ მე 4 წელია უკვე პოლიტიკაში ვარ და ეს იმხელა წყვეტა არისო მეცნიერებისთვისო რომ მე უკან გზა უკვე აღარა მაქვსო და მეცნიერებაში დაბრუნებას რა თქმა უნდა ეს არ ფიქრობდა, მაგრამ რაღაც ეს სიყვარული მეცნიერების რა თქმა უნდა სიხში ქონდა და ინტერესი და მუდმივი სურვილი რომ რაღაცა დახმარებოდა მეცნიერებას, ხელოვნებას. და ეს იდეები თავის დროზე მას ხშირად ჰქონდა წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე და ამდენადაც ვიცი, ესეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბევრ ხელოვანთან და თქვათ სამეცნიერო მოღვაწესთან. რაში გამოიხატებოდა ეს ურთიერთობები? მხოლოდ თქვათ ეს ოფიციალურ ნაწილში თუ თქვენ ჰქონდათ თქვათ ოჯახებით მეგობრობა არის ხოლმე? არა, ეს იყო ძალიან ღრმა ურთიერთობები. ახლა განსაკუთრებით სამეცნიერო ნაწილს თუ შევხედოთ, სულ პატარა იყო 25 წლის იყო, როცა მწვანეები დააფუძნეს და
მაშინ გაგიკვირდებოდათ, რომ მწვანეებში როგორი აკადემიური საზოგადოება იკრიბებოდა და როგორი სერიოზული მსჯელობა მიდიოდა დაუშვათ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ენერგეტიკის განვითარებაზე დაუშვათ და ეს არ იყო რაღაცა ზედაპირული, არამედ ცნობილი აკადემიკოსები, პროფესორები, მეცნიერები მუშაობდნენ ზურასთან და ცდილობდნენ რომ დაედოთ ძალიან გამართული პროგრამები. და ხელოვნებას რაც შეეხება ეს უბედოდა მეკითხეს ლიტერატურული კაფეების იდეა მასთან ხომ არ იყო შეფასებული? არა, ხო? არა, ლიტერატურული კაფეების იდეა ეს ჩემ შვილებთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ პერიოდში როცა უნდა ესწავლათ კითხვა და წიგნის სიყვარული, აღმოჩნდა რომ არ იყო ესეთი ადგილი და მე გადავწყვიტე რომ ერთთან გამეკეთებინა და მაშინ გავაკეთე ეს წიგნის მაღაზია და პატარა კაფე. აი ამ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ ცალკე მოგიწევთ მოგეხსენებათ რომ წიგნის ამბავი მთლად კარგად აღარ არის. დღეს უნდა ეს რაღაცნაირად ბუნებრივი პროცესია. ამბავია. პროგრესი ხდება რაღაცა მიმართულებით და ფუნქციები იცვლება, წიგნის ფუნქცია იცვლება. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს და მე დარწმუნებული ვარ რომ სხვა თარიღებიც არანაკლები წარმატებით თქვა აღინიშნება სხვადასხვა ინიციატივები. ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან დიდ მადლობას გადავხდი ჩვენ სტუმარს, მაყურებელს ალბათ შეხსენება არ ჭირდება, მაგრამ მაინც შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო ნინო ქადაგიძე-ჟვანია. ჩვენ კი დღევანდელი გადაცემა ამით უნდა დავამთავროთ. იმედია ხალისიანად და საინტერესოდ გაატარეთ 2 საათი ჩვენთან ერთად. დავამშვიდობოთ მაყურებელს. დავამშვიდობოთ მაყურებელს და ხალისიან და წარმატებული დღეოს.